გამარჯობა, დღეს მივდივარ Network Georgia's ორგანიზებულ ივენტზე და ამ საქმიანი ამბის სპონსორია კომპანია Redliner, შრომის უსაფრთხოების კომპანია. თუ გსურს მიიღო სპეციალური პირობები, გამოიყენე პრომოკოდი მაკეტებელი, დამიკავშირდით დღესვე და მიიღე უკონკურენტო პირობები ბაზარზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ასე ეფორტდებიან მაიმუნები. იმათე საქმე ეს თუ პროსტარება. და უქიერთ ნდობას. მე მიხარია რომ რა ხდება ბრენდინგში, მივედი მე დასკვნამდე, რაც მინდა რომ გამიზია. ჩვენი აზრით ჩვენ ჯირს საბჭოთა კავშირი. და ყველაფერი რაც მან მოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში აწეგული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან დამთავრებული კონკრეტულად ნახოთ როგორი ხედები გვაქვს დღეს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფები Networking Georgia's ორგანიზებულ ივენტზე. ამ საქმიანი ამბავის სპონსორია შრომის უსაფრთხოების კომპანია Redliner, რომლის წარმომადგენელი ამ ივენტზე. ამ მომენტისთვის მქონდა რამოდენიმე აქტივობა, რომელიც იყო სასტუმროში მოსვლა, სპიკერების მოსვენა, ლანჩი და ასე შემდეგ. დღევანდელი დღე გრძელდება. ამ მომენტისთვის რამოდენიმე საინტერესო ადამიანი გავიცანი საქმიანობასთან ერთად და იმედი მაქვს რომ ეს შეხვედრა კომპანია Redliner-ისთვის იქნება მომგებიანი და ვიპოვით ისეთ საინტერესო კომპანიებს, რომლებთანაც გრძელვადიანად ვითანამშრომლებთ. წავედით, გავაგრძელოთ დღევანდელი საქმიანი ამბავი. Networking Georgia's საქმიანი ამბავი გრძელდება. დღეს არის მეორე დღე, ეხლა არის სადღაც 8:30. წინა დღის ამბები რო გაგიზიაროთ, იყო მეტნაკლებად საინტერესო, პროდუქტიული, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ბევრი საინტერესო ბიზნესი, რომელთანაც შესაძლებელია პოტენციურად ახლო მომავალში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყება. აკეთებელი სპონსორი და მეგობარი კომპანია გახლავთ შრომის უსაფრთხოების კომპანია Redliner. გუშინდელი დღის პატარა ამბავი რომ მოგიყვეთ, გქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიები, სადაც ჩვენთვის უცნობ ადამიანებთან ვისხედით მაგიდასთან, გქონდა შესაძლებლობა რომ მარტივი რაღაცა ორგანიზატორების მიერ მოფიქრებული კითხვები დაგვესვა ერთმანეთისთვის, გაგვეზიარებინა, რა თქმა უნდა, ამ საშუალება მოგცა რომ კიდევ უფრო უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, გვესაუბრა სხვადასხვა თემაზე, განგვეხილა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაციები, რომელიც შესაძლებელია ახლო მომავალში გახდეს მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა მიმართულებით
რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. უბრალოდ ყველაფერს დრო სჭირდება იმისთვის, რომ გამოვიდეს ისე, როგორც საჭიროა. საერთოდ ჯამში გუშინდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც ნიუანსები, რაც მე არ მომეწონა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ პროდუქტიული დღე იყო, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და იმედი მაქვს, რომ ეს მეორე დღე კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაცნობის საშუალებას მოგცემს. ასევე მინდა აუცილებლად გითხრათ, რომ ამ ბავში, ამ საქმიან ამბავში საშუალება მქონდა წარმოდგენილი ყოფილიყავი შრომის უსაფრთხოების კომპანია Redliner-ის სახელით და მინდა გითხრათ, რომ დღეს კომპანია Redliner-ს აქვს უკონკურენტო პირობები, მომსახურების მაღალი ხარისხი, სტანდარტი, რომელიც სჭირდება ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც აქვს თუნდაც ოფისი, წარმოება, ქარხანა, საწყობი, მშენებლობა და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. კომპანია Redliner-ის მეშვეობით ბიზნესები დღეს იღებენ გარანტიას, რომ იმუშაონ შეფერხების გარეშე, ზედმეტი დანახარჯების გარეშე, ჩვენ ვზრუნავთ დასაქმებულებზე, რომ მაქსიმალურად იყვნენ უსაფრთხოდ. კომპანია Redliner-ის მიდგომა ამარტივებს ბევრ პროცესს, რადგან ადამიანური რესურსზე ზრუნვა იწვევს ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებას. შესაბამისად, როდესაც შრომის უსაფრთხოების კომპანიასთან თანამშრომლობ, მაქსიმალურად დაცული ხარ, მაქსიმალურად ორიენტირებული ხარ საქმეზე და არა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს თუნდაც სამშენებლო ობიექტზე, სადაც უამრავი ადამიანი არის დასაქმებული, თავის ვალდებულებას ასრულებს, მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება, ყურადღება, სპეციალისტის თვალი, მიდგომა, რეკომენდაცია, რჩევა, დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ეხლა თუ შენ მიყურებ და გაქვს ბიზნესი, გაქვს ოფისი, გაქვს მაგალითად ბიზნეს ცენტრი ან ასე შემდეგ, შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად, ძალიან მაგარი პირობებით მიიღო შრომის უსაფრთხოების მომსახურება, რომელიც იქნება გარანტია იმისა, რომ კონცენტრირდე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე და არა უსაფრთხოებაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება კომპანია Redliner-ით და შევძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას. საინტერესო ადამიანების გაცნობა წინაპირობაა, რომ შეიძინო ძალიან მყარი, ძლიერი და საინტერესო პარტნიორები, ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც გრძელვადიანად თანამშრომლობენ ჩვენთან. მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეთებელი ადამიანი, დღევანდელ ამბავსაც გაგიზიარებთ, აქტივობებს, რომლებშიც მეტნაკლებად ჩავერთვები და იმედი მაქვს, რომ დღეს კიდევ უფრო ნაყოფიერი დღე იქნება ჩვენი საქმიანობისათვის. აბა დავიწყოთ დღევანდელი ახალი დღე წინანდალში. ნახოთ როგორი დღე გამოვა საბოლოო ჯამში. დილის 10-ის ნახევარია და ჯერჯერობით მე და სტაფი ვართ ხიზლად და იმედი მაქვს ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან networking-ის მონაწილე ადამიანები. ძალიან სიმშვიდეა, სიწყნარია და ძალიან მაგარი.
დასრულდა ესე ამბავი, რომელიც ჩატარდა 2 ოქტომბერს. ამ საქმიან ამბავში მონაწილეობა მივიღე კომპანია Redlineris მეშვეობით, რომელიც არის შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ უკონკურენტო პირობები ბაზარზე. მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ამ ტიპის საკითხებთან და ეს იყო ნეტვორკი. ივენთის გახსნის პირველი მესიჯი ჩემამდე მოვიდა ბრენდინგის საკითხის გაზიარების დროს, სადაც პირველი მესიჯი ის იყო, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ზევიდან უნდა გესაუბრებოდეთ და მე ვარ თქვენი თანასწორი. ეს იყო ყველაზე ღირებული მესიჯი რა, ალბათ ერთ-ერთი, რომელიც გაჟღერდა ამ ნეტვორკის განმავლობაში. ვინც ბრენდინგის სიტყვას იყენებს, ამ სიტყვის ავტორს კიდევ დავესესხები ერთ სიტყვას და ბრენდამიანები გავიცანით ძალიან ბევრი და აგიხსნით ახლა რას გულისხმობ. ნებისმიერი ადამიანი არის ორგანიზაციის სახე და თითოეული ადამიანი არის ბრენდამიანი. თუ საინტერესო ბრენდამიანი ხარ, ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ნეტვორკ არის წარუმატებელი. შესაბამისად, მე გამიმართლა, რომ ნებისმიერ ადამიანთან, რომელთანაც კომუნიკაცია მქონდა წარმატებულ ბრენდამიანებთან, რომლებიც ქმნიან ჩვენთვის ღირებულ პროდუქტსა თუ მომსახურებას. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მესიჯი იყო, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა და რასაც ალბათ ყოველთვის მეფიქრებოდა და პრაქტიკაში ვცდილობ, რომ ჩემ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული და ეს არის მოსმენა. რადგან მე პროფესიონალი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ვარ, ვალდებული ვარ, რომ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს მოვუსმინო, გავიგო მისი საჭიროება, ანუ სწორად მოვუსმინო და არა მოვუსმინო იმისთვის, რომ დავიჭირო ის პოინტი, რომლითაც შევძლებ მომსახურების რეალიზაციას. არა, ეს რა თქმა უნდა ესე არ ხდება, რადგან თუ ასე მოვიქცევი, ჩემს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება იქნება წარუმატებელი, რადგან დობის დამყარება ძალიან გამიჭირდება. ანუ თუ მსგავსად მოვიქცევი, მე მექნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი მოკლევადიანი ურთიერთობა, რომელიც არ მომცემს სასურველ შედეგს. თუ მოვუსმენ სრულფასოვნად, სრულყოფილად და გავიგებ რეალურად მის ტკივილსა თუ გამოწვევას რა აქვს და კონკრეტულ ბრენდამიანს მისი ბრენდისთვის, შემდეგ შევძლებ სრულყოფილად დავეხმარო და ვუპოვო შესაბამისი გამოსავალი, რომელიც დაეხმარება რეალურად მას. მთელი პროცესის განმავლობაში, ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი და ერთ-ერთ აქტივობასაც გამოვყოფთი, მაგალითად გალას, სადაც მაგიდის ირგვლივ ძალიან ბევრი საინტერესო საქმის მაკეთებელი ადამიანი გავიცანით და ეს აქტივობა ძალიან პროდუქტიული იყო ჩემი აზრით, რადგან ეს საქმის მაკეთებელი ადამიანები, რომლებიც ირგვლივ ვისხედით, დავქონექტით და ნეტვორკს ვაგრძელებთ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით და იმედი მაქვს, რომ ეს ნეტვორკი შესაბამის თანამშრომლობაზეც აისახება, პარტნიორულ თანამშრომლობაზე, იდეების გაზიარებაზე და ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრ ნიუანსს აღარ შევეხები და მინდა ბოლოსკენ წავიდე და შევეხო ალბათ სამ ძირითად ღირებულებას, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, ღირებულებაზე, რომელზეც ალბათ ყოველდღიურად ვფიქრობ და
ვეძებ კონკრეტულ მესიჯებს, რომლითაც დავუწმუნდები, რომ მაგალითად სწორ აქტივობას, სწორ საქმიანობას და სწორ ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება. პირველი მესიჯი ის იყო, რომ ადამიანებს უნდა დაუსვათ სწორი კითხვა, რომელიც მას გაახსნის და საშუალებას მისცემს, რომ უფრო მასშტაბურად დაინახოს ის საკითხები, რომლისთვისაც იბრძვის ყოველდღიურად. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ისეთი, თუ ადამიანი არ გაიხსნება, არ იქნება ისეთი პროდუქტიული, როგორიც უნდა იყოს რეალურად. და ბოლო ეტაპი ის იყო, რომ სპონსორებს საშუალება მისცეს, რომ გაეხარებინათ მონაწილეები სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური საჩუქრებით და საბედნიეროდ კომპანია Redlineris დირექტორმა გენერალური სპონსორისგან თიკომ მიიღო საჩუქარი. ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო, რაც კი დასახელდა ივენთის ბოლოსკენ და ვფიქრობდი, რომ ძალიან გაუმართლა მას, რომ ესეთი მაგარი საჩუქარი მიიღო, მაგრამ რეალურად როგორც კი სახლში მივედი და გავიაზრე თუ რა ამბავში ვიყავი, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მე გამიმართლა და ყველაზე ღირებული საჩუქარი მე მოვიგე ამ 2 დღის განმავლობაში, რადგან მე მივიღე კომპანია Redlineris-გან ნდობა, რომ ყოფილიყავი მათი სახელით ამდენ ბრენდამიან ხალხში წარმომადგენელი, რომ სულყოფილად და კარგად წარმომეჩინია კომპანია მისის შესაძლებლობებით, რათა ჩვენ შევძელით დასამახსოვრებელი საჩუქრების გადაცემა ბევრი საინტერესო ადამიანებისთვის, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენი პარტნიორი კომპანიები გახდებიან. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანებმა მიიღეს მატერიალური საჩუქრები, მაგრამ მე მივიღე ყველაზე ღირებული საჩუქარი, რომელსაც ქვიან ნდობა, რომელიც აისახება ჩემსა და კომპანია Redlineris თანამშრომლობაზე. ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს მიგვიყვანს სასურველი მიზნის მიღწევამდე, იმ ნიშნულამდე, რომელსაც ვუმიზნებთ ამ თანამშრომლობის პერიოდში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია Redlineris, რომელიც მზად არის უზრუნველყოს თქვენი ბიზნესისა და ადამიანური რესურსის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც აგეხმარებათ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოთ, განვითარდეთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ჩვენ შევხვდებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო საქმიან აქტივობაში. მე ზაზაკანკია ვარ, საქმის მაკეთებელი კაცი. ხავთ, გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს.